მოგესალმებით. ჩვენ კვლავ ხვდებით გადაცემაში მწვანე თეორემა, მწვანე როგორც სიმბოლო მარადისობისა. თეორემა კიდევ ეხება თემებს, რომლის დამტკიცებაც, განმარტებაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია, რომ ვიხედებით და მარადისობაში, არც იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია მარადიული ღირებულებების დამტკიცება, თქვათ, როგორც არის რწმენა და ყველაფერი ის, რაც რწმენას უკავშირდება, მაგრამ მაინც ვიტყვით ესე, ვისაც აინტერესებს მარადიული ღირებულებანი და მიღმიერი სამყარო, საუფლო სამყარო, ჩვენი სამყაროსათვის თითქოს და მიუწვდომელი, მაგრამ ჩვენთან ყოფი, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს გადაცემას დღესაც ასევე და ჩვენ ვეცდებით, რომ ადამიანის სულისათვის საინტერესო თემებზე ყოველ შემთხვევაში ისაც ჩვენ გვაინტერესებს და იმედია, რომ ბევრი ადამიანი იქნება, რომელსაც ჩვენთან ერთად ეს თემები აინტერესებს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იყოს ჩვენთან ერთად და ერთად ვისაუბროთ ამ საინტერესო საკითხებზე და თემებზე. ჩვენი ფორმატი ასეთია, გარკვეული შესავლის მერე ყველას გაქვთ უფლება, მათ შორის თქვენ და ასევე ტელემაყურებლებს დარეკოთ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დასვათ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც არაფერი არ ვიცით, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ის რა საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ არის მიუწვდომელი და უსასრულო. ინტერესიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, ასევე რწმენიდან გამომდინარე, რომ უფალი ამბობს, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბებაო, მე იქვარო, სწორედ აი ამ იმედი და რწმენით ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ დიდი სიხარულით და ჩვენი გულის დიდი თანამონაწილეობით. დღეს მენდელსაცხებლე დედების ხსენება არის და ეს დღე ძალიან როგორც ყველა დღეს, კაცმარო თქვას, თან განსაკუთრებულად ის დღეები, რომელიც უფლის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება. ეს დღე ძალიან საინტერესოა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და ჩვენ ერთმანეთს ვესალმებით. ამ 40 წლის განმავლობაში ქრისტე აღსდგა და ამ ასეთ მისალმებაზე აზნაურები ასევე შინაგანი დამაჯერებლობით, განსაკუთრებული განწყობით პასუხობენ, რომ ჭეშმარიტად აღსდგა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი სიტყვები იყო ადამიანის მიმართება, ადამიანთან მიმართებაშიც კი, თუ კარგად ჩაუფრიქდებით საკუთარ თავს, მაგრამ მით უმეტეს ღმერთთან მიმართებაში ჩვენი სიტყვები თლად დამაჯერებელი ხშირად ვერ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიტყვები და ჩვენი შინაგანი სამყარო თლად ასე უნისონში ერთმანეთთან არ არის. ეს ხშირად თუ ადამიანი არა უბრალოდ ნომინალურად, არამედ სიღრმისეულად ცდილობს რა იცხოვროს რელიგიური ცხოვრებით, ადამიანი ხედავს თავის თავში ამ გაორებას. ერთია მე რასაც ვამბობ, ლოცვით სიტყვებში, მოწოდებაში, უფლის ძიების დროს და მეორე რასაც ჩემი შინაგანი სამყარო განიცდის. ამ შემთხვევაში სასია მე ვამბობ ქრისტე აღდგა, ან ვამოწმებ რომ ჭეშმარიტად აღსდგა, მაგრამ ამავე დროს რამდენად არის ჩვენში ეს წმენა ცოცხალი აღდგომის. თუ ადამიანს ნომინალურად, ინტელექტუალურად, მოდი ასე ვთქვათ, მენტალურად ჯერა ის, რომ აღდგომა ჭეშმარიტად იყო და მოხდა და ამის მაგალითები სამყაროში ძალიან ბევრია, როცა ადამიანს შეიძლება ჯეროდეს, მაგრამ ქრისტიანი არ იყოს. სხვათა შორის მე ყოველთვის მომყავს ხოლმე ძალიან საინტერესო მაგალითი ამ კუთხით. ეს გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი მარქსიზმისა ფრიდრიხ ენგელსი. ფაქტურად იგი ითვლება ათეისტური მსოფლმხედველობის ერთ-ერთ მამამთავარად, შეიძლება ასე ითქვას. და მის ბოლო გამოცემებში არის მისი ჩანაწერი, სადაც იგი ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით თავის თავს და ასევე მკითხველს უსაბუთებს, რომ დიახაც ეს ჭეშმარიტად მოხდა, ანუ ის ვინც დაახლოებით 2000 წლის წინ გოლგოთაზე, ვისაც გოლგოთაზე სიცოცხლე წაართვეს, იგი ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით და ის ეყრდნობა სწორედ იმ უტყუარ ისტორიულ ფაქტებს, რომელსაც ვერსად, როგორც ანალიტიკოსი, როგორც მოაზროვნე, ვერსად ვერ გაურბის. მაგრამ ამით ფრიდრიხ ენგელსი ქრისტიანი არ გამختარა, თავისთავად ცხადია. ასევე ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომის გონებრივად, ინტელექტუალურად, ვიცოდეთ რომ ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ აღდგომის რწმენა არის სულ სხვა რამ. აღდგომის რწმენა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ფაქტს, ამ მოვლენას, ამ ფენომენს, რასაც სიცოცხლის სიკვდილზე, სიმართლის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე, ბედნიერების უბედურებაზე გნებავთ ასე გამარჯვება ქვია და გამარჯვება ხელმოსაკიდი თუნდაც ჩვენი გზნობითი ორგანოებისათვის, აი ამის რწმენა ნიშნავს აი ამ ფენომენის, აი ამ მოვლენის
სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანის, შეიძლება ასე ითქვას, საკუთარ თავში ტარებას და ამ ყოველივეს საკუთარ თავში გაცოცხლებას. ამას გულისხმობს ქრისტიანული რწმენა. მეცაც ვიტყვით, ჩვენ როგორც კი ვიბადებით, იმ წამსვე ჩვენ დაბადებისთანავე, ხო, უფრო ჩასახვისთანავე, მოდი ასე ვთქვათ, ვართ იმ დიდი ხის ერთ-ერთი ტოტი, რომელსაც კაცობრიობის ხე ეწოდება, რომლის პირველი ფესვი, ანუ ძირი არის ადამი. ადამიდან გამომდინარე ვართ ყველა. ანუ ჩვენი დიდი წინაპარი არის ადამი. მაგრამ ჩვენ ვიცით, ადამი ღმერთს დაცილებულია. მაგრამ ქრისტემ დაუდო საფუძველი ახალ კაცობრიობას. რა თქმა უნდა, ისტორიულად, ქრონოლოგიურად ქრისტე ადამის მერე მოევლინა და ადამიანური ბუნება ისესხა ადამიანისაგან, ანუ ქალწულ მარიამისაგან. მაგრამ ანუ აქედან გამომდინარე, ადამი პირველია და ქრისტეს შემდგომში მოვიდა. მაგრამ სამაგიეროდ იმ სამყოფელში, რისთვისაც არის ადამიანი გაჩენილი, ქრისტე პირველი შევიდა. როგორც ადამიანი, თორე ის როგორც ღმერთი, თავისთავად ცხადია ღმერთია. ის არსად არ შესულა, არსად არ გამოსულა, მაგრამ აი მიიღო რა ადამიანური ბუნება, ის ადამიანური ბუნებით პირველი შევიდა იქ იმ ადგილი პირობითია, იმიტომ რომ თავად ეს არის ღმერთთან ყოფობა, დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, ადამიანური ბუნებით ქრისტე შევიდა. კიდევ ვიმეორებ, შევიდა პირობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე არის არა მეორე, ამ შემთხვევაში ადამიანთან დაკავშირებით, არამედ პირველი კაცობრიობაში, მე ვგულისხმობ ახალ ადამიანს. ანუ ქრისტე არის ახალი კაცობრიობის დასაწყისი. და როდესაც საუბარია ქრისტეს რწმენაზე, აქ საუბარია ჩვენში სწორედ ამ ახალი ადამიანის, რომელსაც ანუ ახალი კაცობრიობის წევრად ყოფნაზე, რომელსაც საფუძველი მეორე ადამმა ანუ ქრისტემ დაუდო. და ეს მდგომარეობა არის რეალური და არა წარმოსახვითი. ჩვენ როდესაც ვინათლებით, სწორედ მკვდრთით აღმდგარი მაცხოვრის სახელზე ვინათლებით და როდესაც ჩვენ ვინათლებით ქრისტეს შემოსილები ხვდებით, როგორც საგალობელში ვგალობთ ამ დროს, როცა ჩვენ ვინათლებით ჩვენს გულის გულში, ანუ ჩვენ სულის უმთავრეს ნაწილში, ჩვენს წიაღში შემოდის ჩანასახის სახით ახალი ადამიანი და თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი ცხოვრება, ისე როგორც ქრისტემ გვამცნო და თუ ჩვენ გავხდებით მისი ერთგული მოწაფენი, ეს ახალი ადამიანი ჩვენში იწყებს აღორძინებას. აღორძინებას და ჩვენ ჭეშმარიტად ხვდებით წმინდანი, აი ეს არის ქრისტიანული ცხოვრებისა გზა, იწყება ჩვენი ადამიანური ბუნების განღმრთობა, ხვდებით რა მიმბაძველები და მსგავსნი ქრისტესთან. ასეთი ადამიანები ქრისტესთან ერთად იმყოფებიან მარადისობაში, უფალსეს სურს, იმიტომ რომ მან თქვა, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყო. ასე რომ აღდგომა მკვდრთით ქრისტეს მკვდრთით აღდგომის რწმენა გულისხმობს აი ამ სიცოცხლის ჩვენში ტარებას, მის შეგრძნებას, მის განცდას და შესაბამისად ცხოვრებას. მაგრამ ეს ყველაფერი თეორიად დარჩება, თუ შენ არ გვექნება გამოცდილება, განცდა, უბრალოდ ჩვენ თუ არ გვექნება შეხვედრა მკვდრთით აღდგარ მაცხოვართან. ჩვენ ვიცით რომ მკვდრთით აღდგარი მაცხოვარი, როგორც პავლე მოციქული გვამცნობს, დაახლოებით 500-ოდე ადამიანს ეჩვენა. 500-ოდე ადამიანს. ერთადად პავლე მოციქული სულ მამაკაცებს ასახელებს. ეს სხვა თემაა კიდე, ახლა ამას აღარ ჩაუღმავდები, მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ პირველი მკვდრთით აღდგარი მაცხოვარი მანდილოსნებს, დედაკაცებს, ქალებს გამოეცხადა. აქ ერთი ნიუანსია კიდევ. რატომ მოამრავი ნიუანსია. ესე იგი, ეს არის თემა, რომელიც შეიძლება ვერ ამოვწუროთ, იმდენი შესასვლელი აქვს და თითოეული შესასვლელი კიდე თავის მხრივ უამრავ ინფორმაციას და უამრავ შესაძლებლობას მოიცავს ქრისტიანულ მოძღვრებას ჩაუღმავდეთ. მაგრამ ახლა რამდენიმე საინტერესო საკითხი შევეხებით. პირველი, რატომ დედაკაცებს? იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად უერთგულეს მაცხოვარს. ყველაზე მეტად უერთგულეს მაცხოვარს თან უერთგულეს იმ დროს, როდესაც მათი მოციქულთა თანა და იმდროინდელი ებრაელი ხალხის და ქრისტეს მოწაფეების ცნობიერებით ყველაფერი დასრულდა. იმიტომ რომ მათთვის მესია უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს არათუ რომის ჰეგემონიისგან გაანთავისუფლებდა, არამედ სოფლიო ბატონობას მოუტანდა. ანუ ღვთისრჩეულიერი ხდებოდა სოფლიო ბატონი და წინამძღვარი მთელი კაცობრიობის. ეს სასიკეთოდ, არა ცუდი რამის, არამედ სასიკეთოდ, იმიტომ რომ მთელს კაცობრიობაში გავრცელდებოდა ის ჯული, რომელიც ღმერთმა მოიტანა. რა თქმა უნდა, ქრისტესთან ერთად მოციქულები იქნებოდნენ ამ სახელმწიფოს წარმმართველები. მაგრამ, როდესაც ქრისტე მოკლეს, ყველაფერი ეს დაიმსხვრა, ყველაფერი ეს დამთავრდა. ყველაფერი ეს დამთავრდა, მაგრამ აი და მოციქულები თავად არიან შეშინებულები, ჩაკეტილები. წერია პირდაპირ წმინდა წერილში, მათ ეშინოდათ, იმიტომ რომ მათი მოკლას თავისუფლად იყო შესაძლებელი და ამას გააკეთებდნენ კიდევაც. და აი დედებს არ ეშინიათ.
არათუ არა შინათ ისინი ერთგულებენ ბოლომდე სადამდე ეს ადამიანური ერთგულების შესაძლებლობა არსებობს. ანუ თვით გარდაცვლილ მაცხოვარსაც ერთგულებენ, რომ როგორც წესი ისე გააპატიოსნონ. სწორედ აი ამ ერთგულების, უშიშარი ერთგულების და აბსოლუტურად უანგარო სიყვარულის გამო, როცა არაფერს აღარ ელიან სანაცვლოდ, სწორედ ისინი ღირსნი, ანუ უანგარობის გამო, სიყვარული ხო გესმით, რომ სადაც უანგარობა, ნამდვილი სიყვარული იქ არის, სწორედ ამ უანგარობის გამო ისინი პირველნი ხდებიან ღირსნი, ანუ ისინი არიან ჭეშმარიტი მოწაფენი, ისინი პირველი ხდებიან ღირსნი, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს შეხვდნენ და ეს გამოცდილება მიიღო, ასე ვთქვათ, შეიძლება. და თავად ხდებიან ისინი მოციქულთა მოციქულები. ხოლო თუ განვაზოგადებთ, საბოლოო ჯამში ამ 500-ზე მოწაფე ვთქვით, ხო, ვის ეცხადება მაცხოვარი? მაცხოვარ და არ ეცხადება მაგალითად იმ მღვდელმთავრებს, ანას და კაიაფას, რომელთა პირებითაც მთელი ხალხი ყვირის ჯვარს აცუ, არც იმათ არ ეცხადება, არც პილატეს არ ეცხადება, არც იმ ჯარისკაცებს, არავის, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვივარაუდოთ, აი რომ გამოცხადებოდა, შეიძლება ერწმუნათ. მაგრამ ეს ესე არ არის. ახლა ეს კიდე სხვა თემაა, რატომ არ არის ესე. მაგრამ ერთი რამე უდავოა. უფალი ეცხადება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ის უყვარდათ, ვინც მას ერთგულებდა. ეხლა ეს რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, იმდენად რომ ჩვენ თუ გვინდა რომ მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარ შევხვდეთ, უნდა უერთგულოთ მას, მისი მოწაფენი უნდა გავხდეთ. უნდა შევძლოთ მისი როგორც ჯვარცმულის ერთგულება, პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩემს გულში არაფერია სხვა გარდა იესო ქრისტეს ისის ჯვარცმულისა და თუ ჩვენ ცხოვრებაში გარვაცოცხლებთ ქრისტეს მოწაფეობას, თუ ჩვენ ცხოვრებაში შევძლებთ სიმართლის, ამ შემთხვევაში ქრისტე განხორციელებული სიმართლეა, სიმართლის ერთგულებას მაშინაც კი, როდესაც ეს სიმართლე თავის ძალმოსილებას არ ავლენს, თუ ჩვენ ქრისტეს ერთგულებას შევძლებთ ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ყოველთვის, ყოველ წამს, სიტყვით, საქმით, ჩვენი ქმედებით, უფალმეს გვიანდერძა, როგორც მე მომავლინა მამამან, აგრეთვე თქვენ წარგავლენ, თქვენ და ჩვენ გვევალება ვიყოთ ნათელი ამასופლის, ანუ მოციქულები ქრისტესი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ განცხრომასა და ფუფუნებაში არ დავივიწყოთ ქრისტეს ტკივილები. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ განსაცდელებსა და ტკივილებში მივბაძოთ და მადლიერნი ვიყოთ ქრისტეს და გვიხაროდეს, რომ ამით ქრისტესთვის გავართ. ანუ თუ ჩვენ ყოველდღიურობაში არასოდეს დაგვავიწყდება ქრისტე. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქრისტიანობას და ქრისტეს ჩვენ ცხოვრებაში ეკავოს არა რაღაც ადგილი, თუნდაც ყველაზე მთავარი, არამედ მთლიანად ჩვენი ცხოვრება და ქრისტეს ცხოვრება იყო გადაჯაჭვული ერთმანეთზე და განუყოფელი, მაშინ ჩვენ გავხდებით ღირსი, რომ გქონდეს რწმენა აღდგომისა. ანუ არა ის დაჯერება, რომელიც შეიძლება იყოს გონებაში, ან ის რწმენა, რომელიც მოგვეცა ჩანასახის სახით, მაგრამ რომელსაც გაცოცხლება ჭირდება. არამედ ის რწმენა, რომელსაც ჩვენ სიცოცხლეშივე, ხორციელ სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვიგრძნობთ ჩვენს გულში, როგორც სხვა რეალობას ჩვენში არსებულს, რომელიც იქნება წარმმართველი მთელი ჩვენი ცხოვრების. რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი გარდაცვალების მერე თან გაყვება და უფალთან ერთად გამყოფებს მარადილ სიხარულში, იმ სიხარულში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურსმენია და არც გულს არ შეხებია. ასე რომ დღევანდელი დღე არის ამ ხრივ საინტერესო, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ სიცოცხლეშივე, ხორცელ სიცოცხლეს გულისხმობ, მკვდრეთით აღდგარი მაცხოვრის მორწმუნენი, ამისათვის საჭიროა მისდამი უანგარო სიყვარული და ერთგულება. და მენასაცხებელი დედები არიან საოცარი მაგალითი ამ საქმეში თითოეული ჩვენთაგანისათვის. ეს არის ის მოკლედ, რის თქმაც მე მინდოდა და თუ გვექნება სურვილი თქვა ამ სხვა თემებზე საუბრისა, დიდი სიამოვნებაა. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. ჩვენ ვართ იურის სამართლებრივი სტუდენტები და გვინდა რომ დავიწყოთ მომავალ იმ აქტუალური თემით, რომელიც ახლა მიმდინარეობს საკანონმდებლობასთან ერთად. ანუ ეს თვითონ კანონმდებლობას ჯერ ვერ გავეცანით, დღეს ვეძებე კიდევაც ის კანონმდებლობა, ანუ ახალი კანონი და ვეფულად ვერ გავეცანით და თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად ანუ როგორც ვიცით გარკვეული ანუ უმეტესობა ეწინააღმდეგება ამ კანონ პროექტს და მე ნახეთ თქვენი ერთ-ერთ გადაცემაში თქვენი კომენტარი და მინდა ანუ თქვენ რას გვეტყოდით ანუ კონკრეტულად რას ეწინააღმდეგება ანუ რატომ წარმოადგენს ეს კანონი საფრთხეს ეკლესიისთვის ანუ
უთხრა რომ გაგვარკვევს. მე თქვენ ხართ იურისტები? ის უკვე მეორე კურსის სტუდენტები. მეორე კურსის სტუდენტი იურისტი ჯობია იმას საერთოდ ვინც იურიდიული განათლება არ აქვს, ამიტომ მე არ ვიცი იმ კომენტარში საგაზეთო კომენტარი იყო? სატელევიზიო კომენტარი. კი, იყო. ხო, იქ მე როგორც იურის არ მისაუბრია, ხო? იმას შეეხეთ ზოგადად. ხო, მაგრამ როგორც იურის არ მისაუბრია, კიდე კარგი, მე ძალიან მეშინია ხოლმე, რომ მე როგორც ხდელმა გამოვიდეთ ჩემი ბრძოლობის ჩარჩოდან და დავიწყო ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც ჩემი საქმე არ არის. ჩათვალოთ, მე ვარ მეთევზე პეტრეს ესე იგი მემკვიდრე, ანუ მოციქულთა მემკვიდრე, მოციქული ხო, მაგრამ მეთევზე პეტრე, მეთევზე იოანე, მეთევზე იაკობი და ასე შემდეგ, ხო? ანუ მეთევზეთა მემკვიდრე ვარ, რომელსაც არ აქვს პრეტენზია რაიმეს ცოდნისა, იგივე პავლე მოციქულის სიტყვას დავესესხები, რომელიც ამბობს, რომ მე მოვედი მისი ამ სიტყვის ბოლო ნაწილი წეგანაც გითხარით, მე მოვედი არა იმისათვის, რომ თქვათ ნამეტანის სიბრძნით გესაუბროთ. არამედ საერთოდ პირი იტყვის იმას, რაც გულში არ ეტევა, სუფლის სიტყვებია, პავლე მოციქული ამბობს, ჩემს გულში ქრისტეს გარდა არაფერია, ისი ჯვარცმული. ასე რომ მე ვეცდილობ, რომ ყოველთვის ვიყო მღვდელი, ლიტონი მღვდელი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, არაფერი დავამატო და ღმერთთან უქრეს რაიმე დავაკლო. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ იურიდიული რაღაც წიაღსვლები, როცა თქვათ რაღაც ან ვისაუბრა როგორც იურისტმა, როგორც პოლიტოლოგმა, როგორც სოციოლოგმა, გნებავთ როგორც ფსიქოლოგმას თითქოს ეს ახლოა ერთმანეთთან, ხო? მე ამ ყველაფერს ვემიჯნები, როგორც მღვდელი ვსაუბრობ. ხა როგორც მღვდელი თუ ვისაუბრებ, მაშინ კითხვა ხდება, აბა რა უნდა თქვა ახლა მე საკითხი ხდება რაღაც იურიდიულ თემებს, ხო? ამიტომ საფრთხეებზე. ხო, მე ვსაუბრობ ზნეობრივი კუთხით. ზნეობრივი კუთხით, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენი სფეროა. ქრისტიანს ევალება არა მარტო თქვა საუბარი დოგმატურ საკითხებზე, ანუ ჯულდებით დოქტრინალურ საკითხებზე, ესე ვთქვათ, განმაზოგადოთ, არამედ ზნეობრივ საკითხებზე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ეკლესიის ისტორიაში. და ამ კუთხით თუ ვისაუბრებთ, მე ვერ ვერკვევი რა ვთქვათ იურიდიულ საკითხებში, მე როგორც რიგითი მოქალაქე, სხვა მოქალაქეებთან ერთად კითხვას ვსვავ, რადგან ვთქვათ ამ საკითხზე საზოგადოება შეშფოთდა, მე არა მაქვს მორალური უფლება, რომ თქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ბედს და გაუნათლებელი და ბნელი. იყო ესეთი მიდგომებიც, რომ მე რა რომ უმრავლესობის აზრი ესეთია, იყო ტელევიზიაში მოვისმინე. მე რა რომ უმრავლესობის აზრი ესეთია, რომ არ უნდა. თავარი ეს კი არ არის. თავარი არის წინსვლა და გაურკვეველი მომავლისკენ, თქვა. და ხალხის აზრი მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ხალხი რატომ არ არის ხალხის აზრი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვაყურებინეთ სერიალები და ჩვენი ხალხი დავაჩლუნგეთ, მაგრამ მე ეჭვება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი მდგრადია იმისათვის, რომ ესე იოლად დაჩლუნგებულიყო სერიალების ყურებით, თუმცა სერიალების ყურება ამ მხრივ ძალიან ცუდია. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ხალხის რეაქცია, შინაგანი რომ იყო უარყოფითი, ეს ბევრი რამის მეტყველია და თუ მაინც იმას ამბობენ, რომ ხალხს ეს არ ესმის, მაშინ არასათანადოდ გამომარტეს და ამიტომ ხალხს აქვს შიში. რაც შეეხება ეკლესიას მუქრებავ თქვენ ბრძანეთ, ხო? ну, რა ვიცი, ეკლესიას, რა ვიცი, რა ემუქრება. ეკლესიას არ ემუქრება არაფერი, თავად ამბობს უფალი, რომ მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ანუ ეკლესიას რაიმე საშიშროება არ აქვს. ეკლესიას ვალდებულება აქვს, რომ იზრუნოს თავის სამწყსოზე ან პოტენციურ სამწყსოზე და თუ ამბობენ, რომ აქ არის რისი შესაძლებლობა, რომ ქართველი კაცის ცნობიერება შეიცვალოს ნელ-ნელა, თქვათ, არაჯანსაღი მიმართულებით, ამიტომ ეკლესია ამბობდა, რომ პატრიარქის პირიდან განაცხადებდა, რომ ნუ ვიჩქარებთ ამ კანონის მიღებას და ამ მის დამუშავებაში ეგება ერთად მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ გვიყიჟინებდნენ, რომ ნუ ერევით პოლიტიკაში. ჩვენ განმარტავთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. მაგრამ თემა რადგან ზნეობრივია და უпростоრედ, მოდი ესე ვთქვათ, კიდე უკან დავიხევ. თემა რადგან სავარაუდოდ ზნეობრივია, სავარაუდოდ. ეს სავარაუდობა მოხსნათ, ერთად განვიხილოთ, რომ მე არ მქონდეს, ვთქვათ, შინაგანი მოთხოვნილება, რომ იოანე ნათლისმცემელივით ვიყვირო, არ შეიძლება სამეფო კარი ესე ცხოვრობდეს. რომ არ მქონდეს შინაგანი მოთხოვნილება ევდემოს კათალიკოსივით, ჩვენი ქართველი კათალიკოსივით,
ვიყვირო სამეფო კარზე როსტომ ხანს გულისხმობ, რომ არ შეიძლება ამგვარ ზნეობას თესავდეს და ამ ასეთი ცხოვრების მაგალითს იძლეოდეს სამეფო კარი ქართული ერისათვის. ხო გესმით, აი ამაშია საქმე. ასე რომ ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა. ეხლა რა უნდა ვქნათ? არაფერი. ჩვენ ვაგზელებთ ჩვენ ცხოვრებას. ნუ იონ ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს, მაგრამ ტევდემოს კათოლიკოსის მოწამეობრივად აღესრულა. პრინციპში ეს არ არის ცუდი დასასრული, თქვა სასულიერო პირისათვის. თლიანობაში ეკლესიას ეს ვერ მოერევა, იმიტომ რომ ულიანოვმა ვერაფერი ვერ უქნა და ვერც ტროცკიმ, მაგრამ თქვა თუ პიროვნებების დონეზე წავალთ, ესე დროს ადამიანი ისეთ სიდიადეში შედის, ადამიანი მაინც უნდა მოკვდეს ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა თქვა ფუფუნებაში ცხოვროს, თავარია როგორ მოკვდები. მოკვდები თქვა წლების მერე თქვა ლოგინში თუ მოკვდები როგორც სიმართლის მღაღადებელი. ამიტომ ეკლესიას პრობლემა არ აქვს. ამ კუთხით თუ შევხედავთ. თქვენ ხავთ ამ არის სულიერი შვილები და ასე თუ ისე კი არა საზოგადოებას კარგად იცნობ და როგორ ფიქრობთ საზოგადოება ამას ამ კანონს საჭირ ცუდად გამოიყენებს რეალობაში? საზოგადოება ამ კანონს ცუდად შეიძლება საზოგადოებაზე უმცირესობა. იმას გულისხმობ. გაუცელდა აი კადრები სხვა ქვეყნებში, სადაც ესეთი ეს კანონი არსებობს, თამამად იქცევიან უფრო, ის უმცირესობები. და თქვენ როგორც მოქალაქე სასულიერო წინამძღვარი ხედავთ ასეთი საფრთხეს, რომ არა, რატომაც არა, ცოდვას თუ წაახალისებ. აქ გესმით როგორ არის, როდესაც რაღაცა ქმედებასთან აქვს საქმე, აი თქვათ მაგალითად, ერთხელაც საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ მკვლელობა კანონმდებლობის სახით უნდა შევიდეს, რომ მკვლელობა აფექტის ნიადაგზე არ არის დანაშაული. ისე დანაშაულია, მაგრამ აფექტის ნიადაგზე მკვლელობას ხო ისედაც შემაშენებელია. მაგრამ აფექტის ნიადაგზე მკვლელობა არ არის დანაშაული. თქვათ საზოგადოებამ დააკანონა ეს. ჩვენ თქვათ გავაპროტესტეთ. და იმათმა თქვეს, კაცო, იცი რა, მაინც ხდება ეს დანაშაული აფექტის ნიადაგზე და მოდი ახლა და მე იმალებიან და რაღაც ასე შემდეგ, ხო? ამიტომ და თუ ეს კანონი თქვა თუ მიიღეს, ახლა მე რაღაც იგაურ სახებს ვქონი. ხო, და მეთანხმებით, რომ ეს დანაშაული აფექტის ნიადაგზე მკვლელობა ძალიან მოიმატებს. და მოიმატებს ჩვეულებრივი მკვლელობებით, რომელზეც იტყვია, რომ მე აფექტის ნიადაგზე გავაკეთე ეს, ხო? ბუნებრივია. ანუ თუ კანონი იქნება შედგენილი ისე, რომ ის ცოდვის წამახალისებელი გახდება, მაშინ ცოდვა იმატებს თავისთავად ცხადია. თავარია რომ რაღაცას ცოდვის დეფინიცია როცა აღარ აქვს დანაშაულის დეფინიცია ცოდვისა და რაღაც არანორმალური, არაჯამთელი ცხოვრების წესისა, არამედ როცა ის ჩაითვალა ნორმად საზოგადოებაში, კანონმდებლობის დონეზე როცა ის ნორმად ჩაითვალა, ხო? და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სავარაუდო საფრთხეს შექმნის, აი ამ უკვე ბრჭყალებში ნორმალური მდგომარეობისათვის და მისი გამოვლინებებისათვის, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნახის ქვეშ მოაქცევს. საზოგადოება, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ეს არ არის არც ნორმა, არც ჯანმრთელობა, არამედ ეს არის ავადმყოფობა, ცოდვა და დღევანდელ იურისპრუდენციაში იგი სექსუალურ გაუკუღმართებათაც იწოდება ჯერ კიდევ. თუმცა ამასაც შეცვლიან ალბათ, თავისთავად ცხადია მოარგებენ ამას. ასე რომ ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, როგორ არ შეუწყობს. თუ ვინმე ამბობს, რომ არა, ნუ მაშინ თქვას, რატომ არა? ბატონო? უფრო მეტად დააშორებს ხალხს, ვინც ცხოვრებისკენ, ანუ ხელს შეუშლის, უფრო ხალხს, ანუ გზიდან გადაიყვანს, ანუ ეს კანონი, ანუ უარყოფითად იმოქმედებს ყველა ვარიანტი. ერთი რამე აქ, მაგალითად, მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ჩემთან მოსულა და მათ შორის არიან განკურნებული ადამიანებიც. სადაც ცოდვაში მყოფი ადამიანი რო აღარ ცოდავს ამას ეკლესიურ ენაზე, ჩვენ განკურნებულს უწოდებთ, განიკურნა ადამიანი. და ბევრი ყოფილა ესეთი შემთხვევა, მაგრამ მხოლოდ ისინი ინკურნებიან და მათ შორის განკურნებაში გულისხმობ არა მხოლოდ იმას, რომ მათ ცოდვას თავი დაანებოს, ეგრეთ შეიძლება ნარკომანმა დაანებოს თავი, წამლის მოხმარებას, მწებელმა თამბაქოს, მემთვრალემ სასმელს, მეძავმა და მრუშმა შეიძლება ამ ცოდვას თავი დაანებოს, ქურდმა ქურდობას. მე ამ განკურნებას კი არ გულისხმობ, არამედ თვით ფსიქოლოგიურ განკურნებასაც. ანუ თქვათ ჰომოსექსუალისტი განიკურნა, გულისხმობ არა იმას, რომ მან ამ ცოდვის პრაქტიკაში განხორციელებას დაანება თავი. მე გულისხმობ იმას, რომ იგი ფსიქოლოგიურადაც განიკურნა და დაქორწინდა. შვილი ეყოლა, შვილი გააჩინა, ამის მაგალითები არის ძალიან ბევრი, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანები,
მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ ესეთი კეთილი ფინალი ამ მიმართულებით, რომლებიცაც აქვთ სირცხვილის გზნობა. და სირცხვილის გზნობა აქვთ იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ხოლო ისინი ვის თვლიან, რომ ეს ნორმა, იმათი განკურნება არის შეუძლებელი. მათ არასოდეს არ ექნებათ ნორმალური ცხოვრების წესი. აქ და ნუ მარადისობაში ღმერთმა ყოველას უშველოს, მაგრამ ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, აქ უფლის ცნება მუშაობს. ესე როგორც სხვა ცოდვებიც არის ჩამოთვლილი, ზოგი ამბობს, რომ თქვენ ამ ცოდვაზე საუბრობ და მრუშობა და ასე შემდეგ რა ცოდვა, როგორ არა კაცო? როგორ არა? მაგრამ ამ შემთხვევაში მრუშობის პრევენცია არსებობს ქორწინება. ადამიანი, რომელიც ქორწინებაშია და მეუღლესთან ერთგულად ცხოვრობს, ის აღარ მრუშობს. მაგრამ ჰომოსექსუალიზმის პრევენცია არ არსებობს. არ არსებობს. შეუძლებელია მისი განხორციელება ნებისმიერი მიმართულებით, რომ ის ცოდვა არ იყოს. ამით ის განსხვავდება მრუშობის და სიძვის ცოდვისაგან. და აქედან გამომდინარე, პავლე მოციქულის სიტყვები, ხო, რომელიც ძალიან მძიმეა პირდაპირ, რომელიც ამბობს, რომ ესეთებმა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ. ეს მამა თეოდორეს არ უთქვამს. ეს თქვა უდიდესმა მოციქულმა, უდიდესმა მისიონერმა ქრისტიანობისა და პავლე მოციქულს ვერავინ დააბრალებს უსიყვარულობას. მან ხო თავის ცხოვრებით და თავის საოცარი იმ ჰიმნით, რომელიც სიყვარულს მიუძღვნა და ადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მოციქულია სიყვარულის. და ფაქტია კანონი მიიღეს და რატომ ვერ აქვს გავლენა ეკლესიას ხელისუფლებაზე ამ შემთხვევაში კანონმდებელზე რა იქნება შემდეგი? აქ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. შემდეგ ეკლესიას გავლენა კეთილი გავლენა. მე მაგალითად ვიტყვი, რატომ არ ქონდა იოანე ნათლისმცემელს გავლენა იროდი მეფეზე? რატომ არ ქონა გავლენა იოანე ოქროპირს ევდოკია დედოფალზე და კეისარ იმპერატორ არკადიზე? რატომ არ ქონა გავლენა ჰევდემოს კათოლიკოს როსტომ ხანზე? ხო? ესე რომ ჩამოვყვეთ, ესე რომ იმდენ რამეს ვნახავთ. მე იქ შეიძლება ერთი პერიოდი შახაბასის ჰეგემონია იყო და რატო არ ქონა ჩვენს სასულიერო პირებს შახაბასზე გავლენა? რატომ არ ქონდა, თქვათ, ამბროსი ხელაიას გავლენა, თქვათ, მაშინ ლენინი იყო ხო და ტროცკი და რა ვიცი ვინ იყვნენ. რატომ არ ქონდა გავლენა კირიონს და ლეონიდეს ჟორდანიაზე? რატომ არ ქონდა? რატომ არ ქონდა გავლენა უფალს პილატეზე და იმ ფარისევლებზე, რომლებსაც ქრისტეს განაჩენი განა? რატომ არ ქონდა? უბედურებაც ეს არის, სწორედ იმათვის, ვიზაც ქრისტეს და ქრისტეს სულს გავლენა არა. თორე რა, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, ეს სიტყვები მაცხოვრს ეკუთვნის. ანუ კიდევ ერთი აქტუალური თემა ახალგაზრდობაში ათეიზმის პრობლემა, ანუ ძალიან ბევრი ათეისტი ახალგაზრდა მოდის, მათ არ წამთ ის, რასაც ვერ ხედავენ. თქვენც აღნიშნეთ, რომ მათ ცხოვრება მხოლოდ 500 ადამიანს გამოეცხადა. იმათ, ვინც მას უერთგულეს. და დღესდღეობით ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ღმერთი არ სწამს და საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფრაზებითაც კი მოიხსენებენ ეკლესიას და სასულიერო პირებს. აი, როგორ უნდა ვუშველოთ ესეთ ადამიანებს და მისიონერობა ითქვა. ან ცინიკური, საზოგადოების ცინიკური დამოკიდებულება ეკლესიისადმი. ისეთ აქ კიდევ ვიმეორებ, წეღანავს თქვი, ამაში არაფერია ქრისტიანული თვალსაზრისით ახალი, იმიტომ რომ სულ ესე იყო და თვით აი ქრისტიანობას თავი რო დავანებოთ და უბრალოდ განვიხილოთ იმ ადამიანთა ცხოვრება ისტორიულად თვალო გადავავლოთ, რომლებიც ქრისტეს კი არ ქადაგებდნენ ასე პირდაპირ, მაგრამ მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გამახსენდა ილია მართალი. ის პირდაპირ ქრისტიანობას ესე არ ქადაგებდა, თუმცა მისი ნაწარმოებები გაჟღეთილია ქრისტეს სული. რა გაუკეთეთ? ხო? გამახსენდა გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც რა თქმა უნდა საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა, მაგრამ არც თავისუფალ საქართველოში გადაუსვიათ მისთვის თავზე ხელი. გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც იყო აი მარტო ეს ყოლოდა ეს ადამიანი ქართველებს მარტო ამით შეიძლებოდა ეამაყრა. ფაქტობრივად ეს იმდენად მე ყველას ურჩევ რომ ის ცხოვრებანა, თუმცა აი ამ ხირევაც არ ვარ გივართ. მისი მემუარები პატარა წიგნია, ფაქტობრივად მე სადღაც მოვიძიე, ქონდა ერთხელ მადლობა. აი ესე რომ სულსადმე ინტერნეტშიც კი შეიძლება ვერ ნახოთ და მე ვფიქრობ ეს არის გამოსაცემი კვლავ და ქართველი კაცი უნდა ახალგაზრდა უნდა იცნობდეს ვინ ყავდა გიორგი მაზნიაშვილის სახე. მაგრამ როგორ მოვეკეცეთ? კიდევ ვიმეორებ, არა მარტო ნუ საბჭოთა კავშირის ყველაფერს აბრალებენ, თქვათ საბჭოთა ხელისუფლებას. თითქოს მანამდე ანგელოზები ვიყავით და კირიონი მე მინდა გითხრათ,
კირიონი მოკლეს თავისუფალ საქართველოში და გიორგი მაზნიაშვილი იყო ყოვლად დამცირებული და მისი ნიჭი ვერ გამოყენებული სწორედ ჯორდანიას ხელისუფლების დროს. ასე რომ არა მარტო სარწმუნოების ხრივ, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ მართალი იყოს, თუნდაც ადამიანურად, ეხლა ადამიანურ სიმართლეს დიდი ფასი და წონა არა აქვს, მაგრამ თუნდაც ადამიანურად, რომ მართალი იყოს, მას უკვე საქმე ვერ აქვს კარგად. ეს არის სამყაროს არსებობის კანონი, ამიტომაც ამბობს ქრისტე, ეს სამყარო ბოროტებაშია ჩაძირული. ხო, ასე რომ აქ პრინციპში ახალი არაფერი არ არის და რაც შეეხება ათეიზმს, მე როცა ადამიანს ღმერთი არ სწამს, ამის არ მიკვირს, იმიტომ რომ რწმენა თავისთავად სასწაულია. იმიტომ რომ შენ ვერ ხედავ და შენში არის რაღაცა მექანიზმი ჩართული, რაღაც ინსტრუმენტი თითქოს ღმერთის მოცემული, რომელიც გაჯერებს, გარწმუნებს იმას, რასაც ვერ ხედავ. იმიტომ რომ ღმერთის დანახვა ხშირად იციან ხოლმე, აბა კაცო თუ არის დამანახე, ვეუბნები, რითი დაგანახო ეკითხები. აი, თქვათ, წარმოგიდგენთ რომ გავითამაშოთ სიუჟეტი, თქვათ შენ ხარ ათეისტი და მეუბნები, აბა დამანახე ღმერთი, პრეტენზიულად. მე დაგიბრუნებ, რითი დაგანახო? ანუ უბრალოდ რა ორგანოთი უნდა დაინახო ღმერთი. ვინმე შეუძლია თქვას, რომ რა ორგანოთი დაინახოს ადამიანი ღმერთს. დაფიქრდება ადამიანი და ნუ თუ მეტყვის თვალი არის დაახლოებით ფოტოაპარატის ობიექტივი გვინახავს, აგერავი ვიდეოკამერებია. თვალის და ამ ვიდეოკამერის ობიექტივი პრინციპულად არ განსხვავდება. შუშამ, ლინზამ როგორ უნდა დაინახოს ღმერთი? გამორიცხულია. ასევე მთელი სენსორული სისტემა, ჩვენი სმენა, ყველაფერი, ხო? ეს მატერიალურია. მას მატერიის აღქმა შეუძლია, რომელიც არათუ მატერიალური არ არის, არამედ საერთოდ სამყაროს მიღმიერია. ანუ როცა ჩვენ საუბრობთ ღმერთის დანახვაზე, უკვე ეს სიტყვა ვერ მოიცავს იმ რეალობას, რასაც ღმერთთან ერთობა, ღმერთთან ურთიერთობა ქვია. ამიტომ ცოტა მეტი სიღრმეა საჭირო, როცა ამგვარ რაღაცებზე ვსაუბრობ. მაგრამ თავად რწმენა, რომელიც არის ეს საოცარი მექანიზმი, რითაც ადამიანი ხვდება, მოდი ესე ვთქვათ, რომ ღმერთი არის, თუმცა ამ რწმენას გაცოცხლება ჭირდება, რომ მე უკვე ღმერთის ხედვის კატეგორიაში გადავიდეთ, ეგ სხვა თემა და ქრისტიანობა ეს არის პრაქტიკული გზა მიმართულებით. შეიძლება ადამიანს არ ქონდეს. რატომ არ აქვს ეგ სხვა მიზეზია? მე ღმადა ვარ დარწმუნებული არ აქვს, იმიტომ რომ ისი ბრალია. და იცით რატო? ეს რწმენის მექანიზმი არა აქვს, მაგრამ სინდისი ხომ აქვს. თუ ადამიანი სინდისის მიხედვით სწორედ იცხოვრებს, აუცილებლად ეს მექანიზმი მას მიეცემა. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ფაქტია რომ არა აქვს. ამის მე არ მიკვირს. მე იცით რა მიკვირს? ათეიზმს, როცა უხარია რომ ღმერთი არ არის. ჩემთვის ეს გასაოცარია, იმიტომ რომ დაახლოებით გავს იმას, როცა უკურნებელნი სცენით ავადმყოფ ადამიანს ერთი ეუნება რომ შანსი პატარა გაქვს, მაგრამ ნუ თუ ვეცდებით შეიძლება მოგარჩინოთ და ხო და ხო ეს დამძიმებულია, იმიტომ რომ შანსი თითქმის არ აქვს და მაგრამ აი ეს 1% და ამ დროს ერთი ეტყვის რომ არანაირი შესაძლებლობა შენი განკურნებისა არ არსებობს. აუცილებლად მოკვდები და უცებ ადამიანს გაუხარდება. ხო, ალოგიკურია. ხო, მაგრამ ნუ არსეთი ადამიანები არსებობდნენ, ეხლა ნიჭიერ ადამიანად ითვლება, მაგრამ მთელი მის შემოქმედება არის მიძღვნილი იქ, რომ ქრისტე უარყოს და მისი ადგილი ჩაანაცვლოს რაღაც გაუგებარმაზე კაცმა და უხარია პოემებს უძღვნის. ხო, აი აქ ლოგიკა არ არის. არ არის ლოგიკა. მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ანუ აინტერესებს ადამიანმა დაბადებიდან დასაბამიდან მრავალი გზა განვლო მართლაც და თუ ცოტა უხეშად ვიტყვით, კიდევ ანუ პირვანდელი სახე იცვალა. ანუ თუ გავითვალისწინებთ 21 საუკუნის მიღწევებს ტექნიკაში, მედიცინის დარგში, მართლაც ან თვალშისაცემი ეს წარმატებები და მაინტერესებს აი მაგალითად ეს ეკლესიას რო უპირისპირდება ხშირ შემთხვევაში ეს ანუ პროგრესი მაგალითად მე მოხდულობაში მიყავს სუროგაცია და ესეთი რაღაცები და აი ამ შემთხვევაში რაში ხედავთ გამოსავალს ადამიანმა იცით რაში ასაქმე ძალიან ხშირად ვთქვათ ეკლესიას მოიხსენებენ ხოლმე არასწორ კონტექსტში ერთ-ერთმა ჩვენი ერის დიდმა ადამიანმა ძალიან უცნაური რამე თქვა რომ ეკლესია თავის დროზე კაცო წამლებსაც უარყოფდაო და უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ეკლესიას ეხები არაკომპეტენტურად. ეკლესიას არასოდეს არ უარყვია წამლები, ეკლესიას არასოდეს არ უარყვია მედიცინა და დიდი წმინდანები ყოველთვის, ძალიან დიდი წმინდანები. და თავად ეხა ლუკა მახარებელი პავლე მოციქულის მოწაფე თავადაც ექიმი იყო, რაც ბიბლიაშიც არის აღწერილი და
პავლე მოციქულსაც აქ მითითება თქვა ტიმოთეზე რაღაც სამკურნალოდ გამოიყენოს გარკვეული საშუალებები. არასოდეს არ უარყოფდა ეკლესია იმ მისი თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს, თქვა იგივე ბასილ დიდის ნაშრომებში ძალიან კარგად ჩანს. მეცაც გეტყვით, ეკლესიის წარმომადგენლები ფენომენალურ აღმოჩენებს აკეთებდნენ, რომელსაც სიტყვაში გამოხატავდნენ. ჯერ მარტო ბიბლიაშია, მაგალითად ბიბლიაში არის ესეთი ადგილი, რომ ხო რაღაცას გვაბრალებენ ხოლმე, რაღაც არასწორი წარმოდგენება. ბიბლიაში არის ესეთი სიტყვები. და ღმერთმა არაფერზე დაკიდა დედამიწა. რაკეთ რა საოცარი წარმოგიდგენიათ ეს როდის არის ქრისტემდე და ბიბლიაში არაფერზე დაკიდებული დედამიწა. ანუ ეს სიცარიელეში თითქოს ხო როგორც გამოკიდებული კოსმოსში. ბიბლიაში არის საოცარი სიტყვები, რომ ღმერთმა სამყარო არაფრისაგან შექმნა. დღეს ესე იგი თანამედროვე ფიზიკას უმაგას ამბობს, რომ ესე იგი არაფრისაგან შეიქმნა სამყარო. არაფერი არ არის და უცებ დაიკვანტა რაღაცა და ეს კვანტი მე აფეთქდა, ხო? კიდევ ერთი საოცარი სიტყვები, მაქსიმე აღსარებელი მერვე საუკუნე. იცით რას ამბობს? მატერიაზე. მატერია არის ღმერთის მიერ შექმნილი რა? ენერგია. თანამედროვე ფიზიკა. ახლა როგორ შეიძლება და ახლა აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თანამედროვე მეცნიერება, რაც ქვია, ეს თანამედროვე მეცნიერება შექმნილია სწორედ დოქტრინალურად ქრისტიანულ წიაღში, ევროპას გულისხმობ და იგი არ შექმნილა არც ისლამურ და არც ბუდისტურ და ესეთ სოფხედველობრივ გარემოში, თუმცა იქ მათემატიკა როგორც მეცნიერება იქ ოდითგანვე არსებობდა, ხო? მაგრამ აი თანამედროვე მეცნიერება, რასაც ქვია, ანუ სამყაროს წაკითხვის თანამედროვე ტექნოლოგიები და შესაძლებლობები და ეს თანამედროვე მეცნიერება სწორედ ევროპულ წიაღში შეიქმნა. მათ შორის მედიცინა. ამიტომ ის რომ თქვათ თან პროგრესს, მეცნიერულ პროგრესს, მეცნიერებას როგორც სამყაროს წაკითხვის შესაძლებლობას, ხო, ქრისტიანობა უარყოფს, ეს არის აბსურდი და ეს არის პირიქით. პავლე მოციქული წმინდა წერილში პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს სამყარო თავისი თვისებებით ასეთი და ამგვარი რომ არის, ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აი ამ ხილულ სამყაროში ღმერთის კვალი დავინახო და ღმერთი შევიმეცოთ. ანუ პავლე მოციქული პირდაპირ გვიბიძგებს მეცნიერებისკენ. როგორ შეიძლება, რომ ვიღაცას თავში მოვიდეს აზრი და ქრისტიანობას დააბრალოს ის, რომ თითქოს ის მეცნიერებას და პავლე მოციქული პირდაპირ სტიმულს იძლევა მეცნიერების განვითარების. სხვა საკითხია მოდის კონფლიქტში, მაგალითად თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგიები იძლევა უმტკივნეულოდ ადამიანის მოკლის საშუალებას. მე ვიცი რომ ძაღლი რო თქო და დაავადება ან დაბერდება პატრონს ისიც კი ენანება რომ ძაღლი მოკლას და სხვა გზა რო არ არის, იმიტომ რომ უკვე შეუძლებელი ხდება ეხლა, ხო? ძალიან დაბერდა ან რაღაც ძალიან ისეთი ძაღლი რო ტყვილა არ იტანჯოს, თქვათ და უწოდებენ დავაძინეო, ხო? და გულია თანაღრად. როგორ შეიძლება ისაც ძაღლს უკეთებთ ადამიანს გაუკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანი რომც იტანჯებოდეს ტყვილა ადამიანი არასოდეს არ იტანჯება. ძაღლი ტყვილუბრალოდ იმიტომ იტანჯება, რომ მას არ აქვს მარადისობა თავის თავში. ხოლო ადამიანი რომელიც ატარებს თავის თავში მარადისობას, ის არასოდეს ტყვილად არ გადის არ რაიმე განსაცდელს. ყოველი განსაცდელი მისთვის ღვთისაგან გამოგზავნილი, აი როგორც ოქროს რო ქურაში გამოაწრთო. გესმით, ადამიანი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ადამიანის უმტკივნეულად დაძინების, ანუ მოკვდინების შესაძლებლობას და არსებობს ევთანაზია. ევთანაზია არსებობს ევროპის ქვეყნებში, ჰოლანდიაში მაგალითად არსებობს უკვე ნელა შემოდის კანონმდებლობაში თუ არ შემოსულა უკვე მოზარდების, ახალ ბავშვებისაც კი. და ასევე ევთანაზია არა მარტო იმის გამო რომ ადამიანს რაღაც ძიმე ფიზიკური სენი აქვს, თქვათ ვეღარ დადის ან ტკივილები აქვს, არამედ ფსიქოლოგიური დეპრესიის შემთხვევაშიც კი მას აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან და ამ სურვილს ლამაზად უსრულებენ. ესეც ტექნოლოგიის მიღწევაა, რომ აი ლამაზად უმტკივნეულად გაიყვანოს. ამ შემთხვევაში ქრისტიანობა ეწინააღმდეგება არა მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიებს, თანამედროვეს, რომელსაც შეუძლია ადამიანი უმტკივნეულად მოკლას, არამედ უზნეობას. თუ ადამიანის კვლელობა, ნებთა თვითკვლელობა მით უმეტეს, ხო? ყოვლად მიუღებელია, ზნეობრივი თვალსაზრისით. ასევე სუროგაციის შემთხვევაში აქ ზნეობრივ საკითხებს ვაწყდებით. ორი თემა აქვს. ესე იგი მრავალი განაყოფიერებული ემბრიონის კვერცხუჯედის ზიგოტას, მოკლედ მათი მოკვდინება, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენთვის ის ზიგოტა უკვე სიცოცხლეა და მეორე
მე ხშირად ვეკითხები ხოლმე, თქვა, იგივე ახალგაზრდებს, ცოლი გეყოლება. ხო გინდა ხო, ბავშვები, პატარა გოგონა გეყოლება, შვილიკო რაღაც გაიზრდება. გინდა რომ მან ის პროფესიონალი სუროგატი დედა გახდეს შენი შვილი. აჰა, არა იცახია. მას არ უნდა რომ მისი შვილი იყოს სუროგატი დედა. იმიტომ რომ ეს არის მე მესმის ადამიანები სარჩო საბადებელს ხანდახან მეძაობითაც კი შეულობენ. ჩვენ არ განვიკითხავთ მეძაობას, რა თქმა უნდა, ვგმობთ, მაგრამ ესეთ ადამიანებს ვერ განვიკითხავთ, იმიტომ რომ ცოდოა, უჭირს, თქვათ, ხო? უჭირს. არ ვამართლებთ, მაგრამ არც განვიკითხავთ. მსგავსი რაღაცა. არ განვიკითხავთ, მაგრამ სხეულს ყიდის. ჩვენ გვიფიქრია იმაზე, რომ ის ადამიანი, რომელიც თქვათ, თავისი ცოცხლეში ერთი შეიძლება 30 ბავშვი გააჩინა და ამით არსებობს, რა დღეშია ფსიქოლოგიურად და სულიერად, რა ტკივილს განიცდის ეს ადამიანი. სხვა სიხარული მიანიჭა, შევატრიალებ, შენ რო გაიხარო, ეგოისტური სიხარული, მე შვილი მყავს. ამ დროს ის ადამიანი უბედურდება და სხვისი უბედურების ხარჯზე სიხარულს და ბედნიერებას ეძებ, არ გამოვა ეს. სიყვარული არ არის იქ და ბედნიერება არ არის იქ, სადაც იგივე სიხარული და ბედნიერება იკლებს. ეს არ არის ზიანჭურჭელი. გესმით? აი, ბნელისა და ნათელის თანასწორობა, როგორც თქვათ, აღმოსავლურ იანში რო არსებობს ჩინურ სოფხდელობაში. არამედ ქრისტიანობაში სიხარულის და ბედნიერების და სიყვარულის საპირწონედ ბნელი არ არის. სიყვარულის და სიხარულის და ბედნიერების წყარო ღმერთია და თუ შენ გინდა რომ იყო ბედნიერი სხვისი უბედურების ხარჯზე, ეს არასოდეს ბედნიერება არ იქნება. ეს არ არის ღმერთისაგან მოცემული ბედნიერება. ამაშია საქმე. ამიტომ ჩვენ ვეწინააღმდეგებთ არა ტექნიკურ პროგრესს ეკლესია, არამედ ვეწინააღმდეგებთ უზნეობას, რომელიც ჩადენილი შეიძლება იყოს ტექნიკური პროგრესის სახელით, სამყაროს განვითარების სახელით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სუროგაცია გასაგებია და სუროგაციისგან კიდე სხვა თემა ხელოვნური განაყოფიერება, როცა ერთ-ერთი მშობელი უშვილოა და არ წყვილს არ უჩნდება შვილი და ამ დროს მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას და ესეც ხელოვნური განაყოფიერება, როცა განაყოფიერება ხდება დედის სიახში თუ დედის სიახში, ოღონდ იგივე წვილი. ანუ როცა შვილი არ უჩნდება ბუნებრივად და ხელოვნური ჩარეების შედეგად რო უჩნდება. არა, ხელოვნური განაყოფიერება ორნაირია, როდესაც თქვათ, განაყოფიერება ხდება დედის სიახში, ან როცა განაყოფიერება ხდება ლაბორატორიაში. დედის სიახში როცა ხდება. დედის სიახში როცა ხდება, ამას ეკლესია უშვებს. დასაშვებია იგივე. ხო და საზოგადოებამ არასწორად გაიგო, ანუ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში და არა, აქ ლაპარაკი იყო განაყოფიერებაზე კოლბაში, როდესაც აქ ორი მიზეზია. ერთი ის რაც გითხარით, რომ იქ მრავალი ემბრიონი თუ ზიგოტა როგორ ქვია, ესე იგი ის შეიძლება თქვათ, შეიძლება კი აუცილებლად ანიყინება, ან ხდება გაურკვეველი ის აქვს მომავალი, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ნუ კიდევ ერთია ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც თქვათ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, თითქოს შეიძლება რაღაც ამერიკაში ჩაატარეს სხვათა შორის ეს ინფორმაცია იქიდან მაქვს. რომ თქვათ თითქოს ეს ბავშვები ცოტა აგრესიულები არიან. ეხლა იცით როგორ არის დედის სიახში რომ საერთოდ ბავშვი რომელიც იმყოფება დედის სიახში, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ დედას როგორი განწყობა აქვს. დედის ფსიქოემოციურ ფაქტორს აქვს დიდი მნიშვნელობა, ეხლა ეს ფსიქოლოგებმა იციან, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვა, თუნდაც იმასაც კი რა მუსიკას უსმენს მაგალითად, იმასაც კი თქვა, ქმარი როგორ ექცევა და ასე შემდეგ, ხო? და თქვა, ფსიქოლოგიურად ადამიანი ბავშვი განიცდის ტრამვას მაშინაც კი თუ მისი მოცილება უნდა აბორტით, მაგრამ გადარჩება, მაგრამ აი ის ან მოხდა ჩარევა, მაგრამ ბავშვი ვერ მოკვდა, ან ორნი იყვნენ და ერთი მოკვდა, მეორე დარჩა და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ის ბავშვი ტრამვირებულია, რომელიც გარკვეულად თავს იჩენს. ხო, ეს მომენტიც არსებობს. ნუ გესმით, ასევე თქვა გაშვილებული, თქვა ბავშვი იშვილეს, ხო, ამბობენ რომ ბავშვი თუმცა რომც არ იცოდეს, რომ ეს თქვა იგი გაშვილებულია, მას ფსიქოლოგიური ტრავმა რაღაცნაირი ფორმით აქვს, რომელიც ვლინდება. ანუ ძალიან ფაქიზია, იმიტომ რომ ის დედამ უარყო და მოიცილა. დედასა და შვილს შორის ესეთი კავშირებია საოცარი, ხო? ადამიანი ხო უბრალოდ ხორცი არ არის, ეს საოცარი საიდუმლოებაა და ამიტომ ყველა ამის ფონზე, როცა ვიტყვით, რომ სიცოცხლე ენიჭება რაღაც ცივ გარემოში, ხო? სავარაუდოდ შეიძლება ვიფიქროთ, გარდა იმისა, რაც ვთქვით, იქ მრავალი ზიგოტა ნადგურდება, ანუ მრავალი სიცოცხლე ნადგურდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მაინც კარგი შეიძლება არ იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვებს უარყოფთ, ზოგადად ესე გაიგო. მე მყავს მონათრული ბავშვები, რომლებიც ამგვარად არიან
დაბადებულნი და ასე შემდეგ. ეხლა მე მორალის კითხვას ვერ დაუწყებ, ვერ შობლებს და ითუმეტეს იმ ბავშვს, რომელსაც არაფერი არ დააშალა. ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია არ თქვათ ჩვენი პოზიცია ზნეობრივი კუთხით. რატომ ბრაზდებიან ამაზე? მე არ მოსწონს ეკლესიას ხო არა ძალადობის ინსტრუმენტი. ჩვენ რა იდეოლოგიის რანგში გადაყვავდეს ეს. რას ნიშნავს იდეოლოგიის რანგში? მე ვთქვი ესე და ავამუშავე სამხედრო ძალისმიერი მანქანა. რა თქმა უნდა გამიპროტესტებ. იმიტომ რომ თავისუფლებას გართმევ. მაგრამ მე ვთქვი ესე და არანაირი მანქანა არ მიშაობს. მე ვთქვი და მორჩა. დავიხიე. მე ვთქვი და იონ ნათლისმცემელმა თქვა, შენ არ შეიძლება შენი ძმის ცოლი ყავდეს ცოლად. მიმართა ეროდი მეფეს. თავი მოვაჭრეს. მეტი არაფერი იმად რა შეიძლება გაეცილებინა ერთმანეთისაგან უსჯულო კავშირი დაერღვია თუ რა თქვა არ უნდა ეთქვა არ უნდა ჩარეულიყო უნდა ჩარეულიყო იმიტომ რომ ის იყო ზნეობისა სხვებისი ცუდი მაგალითი აი ეს არის და მაგრამ სიტყვასაც ვერ იტანენ ეკლესიიდან თქმულს და იმ წამს უგაბრალებენ რომ ჩვენ თითქოს რაღაც სახელმწიფო საქმეებში ვერებით რაც არ არის სწორი თავადაც შეეხეთ და რა ესე იგი ერთი ანუ ესე იგი თავიდან გამეორეთ ესე იგი მესიჯი მოვიდა ანუ რელიგიაში არის თუ არა რამე ისეთი რაც კაცობრიობის გამოცდილებით არ აიხსნება ხო ესე იგი ესეთი კითხვა მოვიდა რომ რელიგიაში არის თუ არა რამე ისეთი რაც კაცობრიობის გამოცდილებით არ აიხსნება მე კითხვა თუ გავიგე სწორედ პასუხი შემიძლია გაქვთ რა თქმა უნდა არის აი მაგალითად კაცობრიობის გამოცდილებით აბა როგორ აიხსნება ყოვლადწმინდა სამების დოქტრინა ზოგი ფიქრობს რომ მსგავსი რამ იყო იგივე ინდურ სამყაროში ტრიმურტის სახით თქვათ და იგივე პლატონური ტრიადები და ამ შემდეგ მაგრამ ეს სხვა რაღაცაა ნებისმიერი ამგვარი ტრიადები და ტრიმურტები ეს არის ერთგვარი იერარქიული თქვათ განლაგება თქვათ მიერ სამყაროში ან ღვთაებისა ერთგვარი ემანაცია თქვათ სადაც არის უმაღლესი საშუალო და უმდაბლესი და მერე სამყარო მაგრამ წმინდა სამება იმით არის აბსოლუტურად მთელი კაცობრიობის გამოცდილების კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ წმინდა სამებაში არ არის იერარქიული პრინციპი და გარდა ამისა წმინდა სამება თავისთავად წმინდა სამებას შემოაქვს თავისთავად რეალობა რომელსაც ქრისტიანობამდე სამყარო არ იცნობდა ეს არის პიროვნების ცნება ეხლა დღეს იმდანად პიროვნება თვითონ ეს სიტყვაც ხო იმდანად საზოგადოებრივ არის გავრცელებული და ყველა ამ სიტყვას იყენებს თუმცა ბოლომდე გაცნობიერებული ქრისტიანობის მიღმა ამის ვერ ხდება ეს რას ნიშნავს ეს თვითონ ძალიან საინტერესო თემაა პიროვნების ცნება იმიტომ რომ პიროვნებას როცა ხშირად ამბობენ ამ სიტყვას გულისხმობენ ინდივიდს და ინდივიდი და პიროვნება სხვადასხვა რამ არის პიროვნება არის ეს ცნება ეს ფენომენი რომელიც რეალურად არსებობს ღმერთში სწორედ ქრისტიანობამ დაგვანახა და ქრისტიანობამ მოგცა ამის გაგების შესაძლებლობა და რა არის სამებაში აი ვიცით რომ სამება არის ერთი ღმერთია მაგრამ პიროვნულად სამია და რეალობაში ესეთ რამე არ არსებობს ამ სამყაროში არსებობს ადამიანის შემთხვევაში ერთი პიროვნება და ერთი ბუნება ხო არსებობს ასევე ჰიპოსტასის ცნება აი მაგალითად ჭიქა ეს არის ჭიქა მაგრამ ზოგადად ჭიქა არ არსებობს არსებობს ჭიქა ეს ჭიქა არსებობს ეს ჭიქა ესენი ჭიქები ძალიან მსგავსია მით უმეტეს ჩვენი ეს ორი ჭიქა ძალიან მსგავსია მაგრამ იქნება რაღაც ნიუანსობრივი განსხვავება რომელიც შეიძლება უცებ ვერც კი შევამჩნიოთ ამიტომ არსებობს ჭიქის ცნება კი არის მაგრამ რეალობაში არსებობს კონკრეტული ჭიქა რომელსაც თავისი ჰიპოსტასი გააჩნია ეს ჭიქა და ეს ჰიპოსტასი ანუ ეს ჭიქა არ არის ეს ჭიქა გასაგებია ხო და გონიერ სამყაროში ზარს უპასუხოთ ჯერ კარგი თუ ხო მაშინ ამას უცებ დავამთავრებ ესე იგი იმის თქვა მინდა რომ პიროვნების ცნება არის განსაკუთრებული რამ და აი ყოვლადწმინდა სამება იძლევა ამის საშუალებას შემდეგ ეს იძლევა იმის საშუალებას რომ გავიგოთ რას ნიშნავს ღმერთის განკაცება მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი მაგრამ ერთი ბუნება და სამი პიროვნება სამი დამოუკიდებელი პიროვნება და ერთი ბუნება განუყოფელი და ძე ღმერთის პიროვნება აქვს რა ღვთაებრივი ბუნება იღებს ადამიანურ ბუნებასაც ანუ ადამიანურ ხორცს და ადამიანურ სულს ზოგს გონია მარტო ხორცი მიიღო ღმერთმა არა სულიც ანუ ჩვენერი ხორცი და სული აქვს
მაგრამ ადამიანური პიროვნება არ არის. პიროვნება ერთი რჩება, ზეღმერთის პიროვნება, სამყაროს შემოქმედი მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, რომელიც თავის თავში აქვს რა თავის თავში მოცული ღვთაებრივი პიროვნება მოიცავს ადამიანურ პიროვნებას. ამიტომ ქრისტეს რომ უყურებ თვალებში, რომ უყურებ მაცხოვრის ადამიანური თვალებიდან გიმზერს სამყაროს მიღმერი ტრანსცენდენტული ღმერთი, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო, რომელიც ბიბლიაში ამბობს, იქმენ ნათელი და იქმნა ნათელი. გესმით, რა რეალობასთან აგვაქვს საქმე. ამიტომ მსგავსი რამ სოფხედველობრივად კაცობრიობის გამოცდილებას არ შეუქმნია, ვერ შეუქმნია და ვერ, იმიტომ რომ ეს არის იმდანაც მიღმიერი, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია მას ადამიანი თავის ცნობიერებით მიხვდეს. ზარი იყო სამყაროში. და ისე ქრისტიანობაში ესეთია მრავალია, ხო უბრალოდ ეს უსასრულო თემაა. ზარი იყო, გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობათ. დაგლოცოთ უფალმა. მოგესალმებით მამაო თქვენს და ყველა მაყურებელს და ყველას და მაინტერესებს რა. ანუ ყველა აკეთებს განცხადებას სუროგაციასთან დაკავშირებით, როგორც საპატრიარქო, ასევე საზოგადოება. და უფრო უარესი სიტუაცია დონაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველი გოგონები თურმაც ყიდიან კვერცხ უჯრედებს გაყავთ სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე მამაკაცები და ამ თემაზე არაფერს არ ლაპარაკობს. ეს თემა სხვათა შორის ამ თემაზე გეთახმებით. უბრალოდ ეს თემა რატომღაც არ არის მე ცოტა ისეთი სიტყვა ჭორის დონეზე რო ამბობენ, ჭორის დონეზე გამიგია რომ თქვათ ხდება თქვათ მამაკაცის სპერმის და მანდილოსნის კვერცხუჯრედის გაყიდვა, თან ეს ძალიან გაყიდვაც თან ეს ხდება ძალიან ხშირად ესე იმათ რა ქვია თვითონ ვისაც ეკუთვნეს ეს იმათ ფარულად ისინი რო თქვათ ანალიზს იღებენ და რაღაცა იმათ არც კი იციან და ეს რო გავიგე შემაზანზარა შინაგანად, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ ფაქტიურად თუ ოდესმე ეს თქვათ გინა მამაკაციდან იყოს, გინა დედაკაციდან თქვის რეალიზებას პოვებს და სადღაც ბავშვი გაჩნდება, ესე იგი შეიძლება ადამიანს ან ერთს მამაკაცს ან დედაკაცს სადღაც სამყაროში შვილი ყავდეს, რომელიც იქნება მისი გენები და მისი შვილი. თავისთავად ცხადია, ეს არის თუ ადამიანი მაიმუნია და თუ ადამიანი ცხოველია და თუ ღმერთი არ არის, ამას ხა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ადამიანი ღმერთად რო ცხოვრობს, თქვა, მე გამიგია შემთხვევა, როცა კაცს სადღაც შვილი ეყოლა ვიღაცასთან, რაც სხვა ქვეყანაში და რა მოხდა, ხომ ყავს და იაროს. ნუ ეს ყოვლად აი დემონური სულისკვეთება შეიძლება ასე ითქვას, ყოვლად უღირსი, მაგრამ თუ ადამიანს ზნეობრივი ნორმები მეტნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს ადამიანისათვის ძალიან შემაშფოთებელი, რომ სადღაც შეიძლება შენი შვილი იყოს, ეს არის ყოვლად მიუღებელი რამ და მე უნდა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დასჯადი. ეს ფაქტურად იგივეა, რაც ბავშვების მოპარვა და ნუ გესმით, აი მაგრამ ქვეყანაში სადაც ოფიციალურად დაშვებულია აბორტი. საერთოდ ნებისმიერი მცდელობა, თქვათ, სახელმწიფოსი რაღაც ზნეობრივ ნორმებზე ისაუბროს, სადაც დაშვებულია აბორტი, ხო? რა ვიცი, შეიძლება მაგალითად როგორი რაღაცა იცით? აი ადამიანი რომელიც აკეთებს, აი მე ვარ ღვთელი, ჩემთან მოვიდა ადამიანი და მეუბნება რომ მე მქონია ესეთი შემთხვევა სხვათა შორის, მე მადლობა ღმერთს იმ ადამიანმა შეინანა. არის ადამიანი რომელიც აკეთებს აბორტებს, მე ხა ექიმს ვერ უწოდებს ესეთად, ნუ ეხლა აღარ აკეთებს, თქვა ექიმი გახდა. და მე მტკიცებს რომ მე მინდა ქრისტიანული ცხოვრება, მაგრამ მე ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა ჩვენ მას ხელს არ ვკრავთ, რა თქმა უნდა ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ჩვენთან ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ ის რომ გახდეს სრულყოფილი ეკლესიის წევრი, ანუ ქრისტეს სხეულის ნაწილი, ანუ მაზიარებელი ქრისტიანი და თან პლუს იყოს აბორტის მკეთებელი, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. იმიტომ რომ კვლელია, რომელიც კვლელობა ისეთი კვლელი კი არა, რომელიც კვლელი იყო და შეინანა, არამედ ის აგრძელებს ამ საქმიანობას, თulis რომ ეს ნორმა არის. ხო? როგორ შეიძლება ესეთ ადამიანთან ნორმალური ქრისტიანული ურთიერთობა? ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ასევე ამ შემთხვევაშიც, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ არსებობს კვლელობის, ესე იგი, ნორმად ქცევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ დროს ჩვენ კიდე რაღაც თემებზე ვსაუბრობთ და კიდე რაღაცას ვედავებით სახელმწიფოს, რომ ესე იგი, ჰომოსექსუალიზმი ნორმად არ გადამიქცია, როცა მკვლელობა ნორმად გადამიქცია. თუ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ დიდი ხანია უნდა გქონოდა ჩვენი პროტესტის იმ უზნეობის წინააღმდეგ, რასაც კვლელობა ქვია.
და თუ ბავშვებს კლავენ, რატომ არ შეიძლება რომ თქვათ კვერცხუჯედი გაყიდონ, თუ ამებს აკეთებენ, რატომ არ შეიძლება რომ თქვათ ჰომოსექსუალიზმი ნორმად გადააქციონ, რატომ არ შეიძლება მე მათ დაქორწინების უფლება მისცეს და მე ვიცი ტელევიზორში გამოვიდა ადამიანი და მამაკაცი ამბობდა რომ მე ესე იგი კაცზე უნდა დავქორწინდე და შვილიც მეყოლება. მაინტერესებს ვისი შვილი ეყოლება? ვისი? ანუ მანახეთ საქართველოში წყვილი თქვათ რომელსაც უნდა რომ მისი შვილია თქვათ მოკვდა რაღაც დაემართა ბავშვი პატრონი დარჩა ვისაც უნდა რომ მისი შვილი გაზარდოს მამიკომ და მამიკომ ასე რომ მრავალ უზნეობასთან გვაქვს საქმე და ეხლა გეთახმებით ეს პრობლემაც არსებობს და მისახედი თავისთავად ეს პრობლემა ბავშვის შვილები გადადის ანუ რა თქმა უნდა უარყოფით ზევალინის ამბობენ ხოლმე არ გადადისო და ქრისტეს წინაშე ვამბობ, როგორც ღვთელი ქრისტესი. მე მინდა მისი სახელით ვილაპარაკო და არა ჩემი სახელით. ნებისმიერი ცოდვა მიმბაძველობის გზით გადადის ადამიანზე. ყველა ცოდვა ეს არის თამბაქოს მოწევა, ეს არის მემთრალეობა, ეს არის ნარკოტიკი, ეს არის ტყუილი, ეს არის ქურდობა, ეს არის ყაჩაღობა, ეს არის სიძვა, ეს არის მრუშობა, ეს არის ჰომოსექსუალიზმი. ყველა ცოდვა მიმბაძველობის გზით გადადის. რატომ იკითხავთ? იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს ადამიანი. რომელიც სხვა ადამიანისაგან განსხვავდებოდეს ბუნებით. ჩვენ ბუნებით ერთი ვართ, ერთი ძირიდან მოვდივართ. ამიტომ არ არსებობს ადამიანში ცოდვა, რომელიც პოტენციურად არ იყოს ყველა ადამიანში. უბრალოდ თუ ზნეობრივი ცხოვრების, უზნეო ცხოვრების წესი იმ პოტენციაში არსებულის გაღვიძებას მოემსახურება, აუცილებლად ესე იგი შესაძლებელია რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ცოდვიანი მიდრეკილებები გაუჩინოს. რა თქმა უნდა ეს საშუალება არსებობს და საბოლოო ჯამში ყველა ეს პრობლემა წამოწეულია ჩვენ მხრიდან არა იმიტომ რომ თავისთავად ზნეობას ჩვენთვის ეკლესიისათვის რაღაცა პირველადი მნიშვნელობა აქვს არა ეს ყველაფერი წამოწეულია იმიტომ რომ ადამიანის დანიშნულება რასაც ჩვენ ეკლესია ვქადაგებთ არის ის რომ არის რა პოტენციური ღმერთი გახდეს ნამდვილი ღმერთი მადლით და ემსგავსოს ქრისტეს რომ არადისობაში ადამიანი გაჩენილია მარადიული ბედნიერებისათვის და ცოდვა არის ხელისშემშლელი ბარიერი ანუ რა არის ცოდვა ის რაც ქრისტესგან განგასხვავებს არის ცოდვა ამიტომ ყოველ ქრისტესგან განმასხვავებელ ფენომენს და მოვლენას უწოდებთ ცოდვას და როცა მისი რეკლამირება ხდება ჩვენ ყოველთვის ჩვენ ხმას ვიმაგრებთ აი მამო არის კიდევ ერთი კითხვა დამისვეს აინტერესებთ 17 მაის ხდება მზე ამოვა ისევ და მე საღამოს ჩავა და ჩვენ ისევ ღვთის მაძიებლები ვიქნებით. რაღაც კითხვა გინდოდათ? ანუ არის ადამიანთა კატეგორია რომელიც იძახს რომ არ წავს დელი იშვიათად დადის ეკლესიაში, მაგრამ იძახს რომ ვარ ქრისტიანი. და ღმერთის არსებობის და ღმერთის არსებობის წამს. აი რამდენად შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანს მორწმუნე და კიდევ შეიძლება ამ კითხვის. ანუ და ღვთელი არ წამთ, იმიტომ რომ ეს სასაცილოა, მე სასაცილოდ მიმაჩნია, რომ მათ ყავთ ზღუდლებს ყავთ ზვირადღირებული ჯიპები და ქვეყანაში ამდენი საერთოდ არ ამათ მანქანა ეხლა ამ ეტაპზე. არა, ბევრია მაგრამ ჩემი წამოსე გამოდის. არა, ჩემთვის საერთოდ არ წამოს. გასაგებია ხუმრობ. მაგრამ ანუ ესეთ საზოგადოებას, ესეთ ადამიანებს როგორ უნდა შევაგონოთ, რომ მანქანა რომ ყავს მგდელს, არ არის ცუდი და არ არის ქრისტესგან განდგომილი. ისა. როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, მღვდლები რატომ უნდა ცხოვრობდნენ ფუფუნებაში, ანუ ეს პრობლემა. ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდეს არავინ. არც გაჭირვებული უნდა ოცნებობდეს ფუფუნებაზე და არც მილიარდელი უნდა ცხოვრობდეს ფუფუნებით. ფუფუნება ადამიანს არ უხდება საერთოდ. ეს ცალკე ფენომენია. რაც შეეხება მანქანას ერთი წერდა რომ ჯორებით უნდა იარონო და მაჩუქეთ ჯორი და ვივლი და მე ვიცი რომ მთელი ქალაქი მედამცინებს სულ გაგიჟდა მამა თეოდორე ჯორი დადისო. თუმცა ჯორის აღებასაც თავისი მართვის მოწმობა უნდა იცოდე როგორ ატარ. რაც შეეხება ღვთლისადმი რწმენას, მე მაქვს ესეთი პასუხი, რატომ უნდა გწამდეთ ჩემი, მე ვინა ვარ? თქვენ ღმერთის უნდა გწამდეთ, მაგრამ აი აქ დგება საკითხი. რას ნიშნავს მწამს ღმერთის? ანუ ადამიანი, რომელსაც მე მწამს ღმერთის და ქრისტესთან არ მივა, არის ის ფარისეველი, რომელსაც წამს ღმერთის და ქრისტე მოკვდა. ეს ფაქტია. თუ გწამს ქრისტესი, ქრისტე გეუბნება, რომ მე ვაარსებ ეკლესიას
და ვისაც რწმენა სწამს ეკლესიის, მას სწამს ჩემი, ვინც იჯერებს ეკლესიისას, იზერებს ჩემსას. ეკლესიას მიანიჭა საოცარი ძალაუფლება წოდების მიტევებისა და არ მიტევებისა. ეკლესიას მიანიჭა საოცარი ძალაუფლება ადამიანის მეორეჩობისა, ნათლობისა. ეკლესიას მიანიჭა საოცარი ძალაუფლება საიდუმლო სერობის გაგრძელებისა, სადაც პურისა და ღვინის სახით ჩვენ თავად ყდრეთით აღმდგარ და ამაღლებულ მაცხოვარს ვეზიარებით. ანუ თუ გწამს ქრისტესი, შეუძლებელი ეკლესიის გარეთ იყო. ხოლო თუ ღმერთის გწამს და ქრისტესი არ გწამს, მაშინ ფარისეულებთან ერთად ქრისტეს ჯვარცმელი ხარ. ამიტომ შენ თვითონ აერჩიო. რაც შეეხება მღვდლის რწმენას, ეს არის აბსურდი. ჩემი რატო უნდა გწამდეს? აი მე ესა ვარ. მორჩა ლიტონი კაცი, რომელსაც სამღვდელო მადლი მაქვს ხელდასხმის გამო, მაგრამ მე ჩემსას თუ ვინმე იტყვის, ეხლა მე ჩემი რაიმე ვთქვი, რა ვთქვი ჩემი? რა ვთქვი ჩემი ის, რასაც ეკლესია, რა თქმა უნდა, ჩემი ხმა არ არის ეკლესიის ხმა, ძალიან კარგად მესმის. არც ოფიციალური, მაგრამ მღვდელი ცდილობს თქვას არა თავისი, არამედ ისაც ღვთისგან არის. ამიტომ რატო უნდა გწამდეს ჩემი? თქვენ უნდა გწამდეთ ქრისტეს. ბიბლიაშიც ხო ეგეთი სიტყვები, რომ მოусმინეთ მღვდლის სიტყვებს და არა იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ხო, რა თქმა უნდა, ფუფალი პირდაპირ ამბობს, რომ რაც ჩვენ დაგვჭა 10 წუთი და ამიტომ 10 წუთში უნდა ჩავეტიოთ და ესე იგი ჩვენ ბიბლიაში უფალი რა თქმა უნდა ამბობს ამას, ითვალისწინებდა რა ესეთ თქვათ საკითხებს, მის ცხოვრებას ნუ მიბაძავთ, მაგრამ რასაც ამბობენ მოусმინეთ. თუმცა რა თქმა უნდა მეორე მხრივ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მღვდელმა რაც უნდა ისაკეთოს. მღვდელს თავისი პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე. თუ მღვდელს ქრისტე წამს, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აი იუდა იყო მოციქული, არათუ მღვდელი, უბრალოდ მოციქული იყო, მას ქრისტესი არ წამდა. ამიტომ თუ მღვდელს წამს ქრისტესი, მაშინ ის აცნობიერებს, რომ ხატია ქრისტესი, ცოცხალი ხატია ქრისტესი და რა თქმა უნდა ის ცდილობს მიბაძოს მას. რაც შეეხება მღვდელთან დაკავშირებით პირად ქონებას, მღვდელს რომ პირადი ქონება აქვს, აი მაგალითად მე მწყურია წყალი, თუ არ მექნება ჭიქა და წყალი ვერ დავლევ. ანუ თუ მღვდელს ართმევთ უფლებას კონდეს პირადი ქონება, მაშინ თქვენ ართმევთ სასულიერო პირს სიცოცხლის უფლებას, მეუგულისხმობ ფიზიკური სიცოცხლისას. ამას აკეთებდა ლენინი, ტროცკი, კალიგულა და ასე შემდეგ ყველა ის უჯულო ხელისუფალი, რომელიც ქრისტეს მკვლელობიდან დაწყებული დღემდე ეკლესიას ებრძვიან. გესმით, თქვენ როგორ ართმევთ მღვდელს პირადი ქონების უფლებას, თუმცა პირადი ქონება ჭირდება ადამიანს ამ ქვეყნიური ბიოლოგიური არსებობისათვის. რაც შეეხება ფუფუნებას, ესე იგი თქვენ მღვდელს არ აძლევთ ცოდვის უფლებას, იმიტომ რომ ფუფუნება ცოდვაა. გეთახმებით, მღვდელს არ აქვს ცოდვის უფლება ამ შემთხვევაში, ისე როგორც არავის, არც თქვენ არ აქვს ცოდვის უფლება, არც თქვენ არ აქვს ფუფუნების უფლება. გეთახმებით იმაში, რომ ჩვენ უნდა თქვენ მოგცეთ მაგალითი, კი ბატონო, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ თქვენ ეკლესიაში ვერ მონახეთ მაგალითი ნამდვილი ჭეშმარიტი მღვდლობისა, რომლებიც არ მისწრაფიან ფუფუნებისაკენ. ასე რომ თუ თქვენ ეძებთ ჭეშმარიტ მოძღვარს, ისე რომელიც თქვენთვის პირადად მაგალითი იქნება, აუცილებლად იპოვეთ. და საბოლოო ჯამში სატრანსპორტო საშუალება ვერ იქნება განსაზღვრელი ადამიანის ფუფუნებისადმი მიდრეკილების. ვერ იქნება, იმიტომ რომ სატრანსპორტო საშუალების გარდა ადამიანს უამრავი რამ აქვს ცხოვრებაში, რომელიც მის მიდრეკილებას, ცოდვიან მიდრეკილებას თუ ცოდვასთან ბრძოლას ავლენს და ეს მხოლოდ უფალმა იცის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მცდელობა ამგვარი კუთხით ეკლესიის დანახვისა არის ადამიანის მცდელობა გაურბოდეს ქრისტიანულ ცხოვრებას. ნებისმიერი მცდელობა ჩვენ გვაკრიტიკონ იმისათვის, რომ თითქოს და სახელმწიფო საქმეებში არ ჩავერიოთ, ეს არის სურვილი იმისა, რომ მათ იცხოვრონ როგორც უნდათ, ჰედონისტური ცხოვრებით და ჩვენ ტაში დაუკრათ. ყოჩახ თქვენ მაინც კარგები ხართ. ეს შეუძლებელია. როგორც იან ნათლისმელი ვერ დაუკრავდა ჰეროდე მეფეს ტაშ, აბა ყოჩახ, კარგია რომ შენი ძმის ცოლი ცოლად აკავს. მაშინ მისგან მხოლოდ ქებადიდებას დაიმსახურებდა და არა თავის მოკვეთას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სიტყვა უნდა იყოს ნამდვილი, ნუ ვიქნებით ყალბნი და ნუ ჩვენ უღმერთობას მღვდლების ჯიპებს ნუ გადავაბრალებთ. იმიტომ რომ თუ მაინდა-მაინც გინა ქრისტიანული ცხოვრება, უჯიპო მღვდელსაც კი ნახავთ და უმანქანოსაც. ეგეთი მაგალითები მე უამრავი, მე ვიცი მღვდლებს მანქანები ყავთ, იქ ჩაჯდომი შეგეშინდება არ დაიშალოსო. ესეთი მე ვიცი მღვდლები, რომელსაც მანქანები ყავთ, მაგრამ საწვავის ფული არ აქვს. და ასე შემდეგ, თქვენ იცით მღვდლების ცხოვრება, ესე შორიდა და ეხლა საერთოდ ეგრე შეიძლება თქვა ჩვენ ექიმები ვნახოთ, ჩვენ შეიძლება პედაგოგები ვნახოთ, რომლებიც რაღაც ზნეობრივ ნორმებს არ ღვევენ, მაგრამ ხო არ ნიშნავს, რომ მთელ ინსტიტუციას, განათლებისას და სამედიცინოს ხაზი გადაუსვა. და მე სამედიცინოს
სწავლებასთან დაკავშირებით, აი როცა მე სკოლაში ვიყავ, ბავშვი ან თავდაპირველად ისწავლებოდა ეს რელიგია და ძალიან მოხარული იყო ისტორია და კულტურა. და დღეს ფაქტიურად აღარ ისწავლება თუ გიმნაზიებს არ ჩავთვით სასულიერო და ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული ასეთ თემებზე და ვფიქრობ, რომ ამ ესეთი როგორ ვთქვათ, არასათანადო კითხვების და ამ პრობლემების წამოჭრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ესაა, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას ნაკლები ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ხო, ნუ განათლების საერთოდ ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ეკლესია განყოფილია სახელმწიფოსაგან და პირიქით და ამას ესე ამაყად ამბობენ და კი ბატონო, ჩვენ მეთანხმებით, ჩვენ სულაც არ გვინდა რომ რაღაც სახელმწიფოს დაწოლის ქვეშ ვიყოთ და არ ჩვენ გვინდა ჩავერიოთ სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ მე მახსენდება სულ აი ამის საპასუხოდ ნოე ჟორდანიას ბრწყინვალე სიტყვები, ბრწყინვალე ბჭყალებში, როცა კირიონი მხო მოკლეს ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს და ლეონიდე მეორე პატრიარქი ფაქტურად სახელმწიფოს მთავრობის სახლში სახლიდან გამოგდებული იქნა, ასე შეიძლება ითქვას და დაცინული და ასევე ეკლესიის გაძარცვა დაიწყეს ჟორდანიას ხელისუფლების დროს ზოგს გონია ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესიის გაძარცვა, არა ჩემოკარგებას დაიწყეს თავისუფალ საქართველოში და ჟორდანიას სიტყვები რომ მე ვერ დაუშვებ სახელმწიფოს არსებობას ეკლესია არის არა სახელმწიფოში არა ანტაგონისტური ფენომენი წარმონაქმნი უჯრედი ჩვენს ქვეყანაში, არამედ სული და გული ჩვენი ერისა. და აქ ბოლშევიკებიც ვინ შემოიყვანა საქართველოში. ხელად აწევენ ხოლმე ხელს და იმა რა ქვია, ძეგლი რო იდგა აქ. როგორ დამავიწყდა ერთ-ერთი რევოლუციონერის სახელი. ხო, ნუ არა აქვს მნიშვნელობა. ხო და არა ჩემოკარგებო. ბოლშევიკები საქართველოში შემოიყვანა იმ მაშინდელმა მთავრობამ, თავიანთი უზნეო დამოკიდებულებით საკუთარი სულისა და გულის მიმართ, როგორც იყო ეკლესია და საკუთარი მამის მიმართ, როგორც იყო კირიონი და ლეონიდე და კიდევ უფრო ადრე იმ საკუთარი მამის მიმართ, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორც იყო ილია ჭავჭავაძე მართალი. აი მათ ამ ადამიანებმა შემოიყვანეს, იმიტომ რომ ბოლშევიზმი საქართველოში, იმიტომ რომ განსაცდელი მოწამნულია ცოდვის გამო. ხოლო ერის ხელისუფლების ცოდვის გამო მთელი ერი შეიძლება დაისაჯოს. როგორც თანამონაწილე ამ ცოდვის. ასე რომ ეკლესიისადმი დამოკიდებულება ძალიან საფრთხილოა. ჩვენ არა ვართ სახელმწიფოში. ჩვენ სული და გული ვართ ერისა. ეს დღეს რომ თქვენ ესეთები ხართ, ესეთი კარგები, ესეთი ლამაზები, ესეთი კულტურულები, ასეთი ტრადიციის მქონენი, ეს ეკლესიის დამსახურება. გესმით ხო, არა ჩემი თავისთავად ცხადია. მეც ამ როგორც ერის შვილს თუ რამე სიკეთე გამაჩნია ეკლესიის დამსახურება. ამიტომ და ეკლესია ჩვენ დედათ იწოდება. დედმამის მაგინებელი სიკვდილით მოკდეს ძველი ათქმის სიტყვებია. პატივიეს დედასა და მამასა შენს თუ გინდა რომ იყო დღეგრძელი და კეთილი გიყოს ქვეყანასა ზედა და დედა არის ეკლესია. აქედან გამომდინარე დედის შეურაცხყოფა ძალიან ძვირად უჯდება ხოლმე ჩვენ ერთს, ყოველთვის ესე იყო. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. მე ვფიქრობ დღეს დავასრულეთ. რამდენად საინტერესო გამოვიდა ეს საუბარი. თქვენ გასაჯეთ და მაყურებელმა ჩვენ კიდე ღმერთმა მოგმადლოს ის უანგარო რწმენა და სიყვარული უფლისა, რომელიც მენელსაცხებლე დედებს ჰქონდა. ქრისტე აღსდგა.